გამარჯობა, ეთერშია მთავარი მსოფლიოში, რომელსაც დღეს მე ნათია გოგსაძე გაუძღვები, ეკა მალე დაგვიბრუნდება. დღეს ვისაუბრებთ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ არსებულ ახალ მსოფლიო წესრიგზე, როგორც მოსალოდნელი იყო ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ტექტონიკური ძვრები გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკაში. ტარიფების ომი, მათ შორის პარტნიორებთან, ევროკავშირთან, კონკურენტ ჩინეთთან, გრენლანდია, ღაზას სექტორი, ისრაელი, ჰააგის სასამართლო, გრძელი სია საკმაოდ, თუმცა დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მთავარი თემით, უკრაინით. დონალდ ტრამპი მომავალ კვირას სავარაუდოდ ზელენსკის შეხვდება და პუტინთანაც ილაპარაკებს. ამ ომის დასრულება მინდა, ამბობს ტრამპი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტრამპი ზელენსკის მოლაპარაკება სავარაუდოდ ვაშინგტონში შედგება. ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით არის მათი აქტივების უსაფრთხოება, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას. განაცხადა ამერიკის ლიდერმა. მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი და უკრაინასა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი. როგორც ჩანს, ტრამპი მიუნხენში არ ჩადის. სამაგიეროდ მიუნხენში უკრაინის ომის დასრულების გეგმა ჩააქვს ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგს, რომელმაც უკვე დაწერა, რომ ამ გეგმას სავარაუდოდ დახურულ ფორმატში გააცნობს მოკავშირეებს. მშვიდობა ძალით ამ პრინციპზე იქნება დაფუძნებული ეს გეგმა, მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იშვიათ ლითონებს, იშვიათ მიწას გამოიყენებს, როგორიცაა ლითიუმი და ტიტანი. ამავდროულად ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისიც განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების იგივე ფინანსური პაკეტები უნდა გამოყოს ევროპამაც. ტრამპი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც გაამკაცროს. უკრაინასა და რუსეთში ტრამპის წარმომადგენელი გადამდგარი გენერალი, იგივე კიტ კელოგი, ნიუ-იორკ პოსტთან აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების ხარისხი, ეკონომიკური ზეწოლა 10 ქულიან შკალაზე შესაძლოა მხოლოდ 3 ქულით შეფასდეს. კელოგის მტკიცებით, რუსეთის ენერგოსექტორზე ამერიკის სანქციები ნომინალურად 2-ჯერ მეტია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა მათ გასამკაცრებლად. ნახოთ რა მოხდება უკრაინის მიმართულებით, რა როლი ექნება ამ პროცესში უკრაინის მიერ დაკავებულ კურსკს. თავის მხრივ ზელენსკისაც მიაქვს თავისი გეგმა მიუნხენში. როგორი იქნება რეალური ნაბიჯები და იქნება თუ არა სიურპრიზები პუტინისთვის, ეს უახლოეს დღეებში გამოიკვეთება. ამ ეტაპზე კი ტრამპს აქვს დისპუტი კანადასთან, მექსიკასთან, პანამასთან, ჩინეთთან, ევროკავშირთან, ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობები დაალაგდა, ეს არის იაპონია და ისრაელი. ძალიან რეზონანსული იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ღაზას ამერიკელები დაეუფლებიან, ხოლო ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ძებნა გამოაცხადა ისრაელის პრემიერზე, სანქციები დაუწესა. მათ ვინც ჩართულები იყვნენ ნეთანიაჰუსთვის პატიმრობის ორდერის გამოწერაში. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მოკავშირეების პროტესტი მოყვა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ეს ქვეყნები ამბობენ, რომ ამით საერთაშორისო სამართლის ეს ღერძი ირღვევა. ტრამპი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც ამერიკის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს. ფარას კანონის შერბილება, USAID-ის დახმარებების შეჩერება და რეორგანიზაციის საფუძვლიანი გეგმა. ტრამპის პოლიტიკა იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ამ ყველაფრის უკან მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც თეთრ სახლში მთავრობის ეფექტურობის შესწავლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, არის თუ არა ის რუხი კარდინალი და ყველა არაორდინალური გადაწყვეტილების ავტორი თუ არა თანაავტორი. ამის შესახებ ჟურნალმა Time-მა პროვოკაციული გარეკანით შექმნა სათაურით თეთრი სახლის გადაწყვეტილებების მაგიდის უკან მასკია. ტრამპმა მასკს ყველაფრის კონტროლის უფლება მისცა, წერდა გუშინ CNN-ი, არა მხოლოდ USAID-ის, არამედ სამხედრო და განათლების ხარჯებისაც, ისევე როგორც ყველა სამთავრობო სააგენტოსი. ტრამპი და მისი პოლიტიკა, რომელიც უკვე გადაწყვიტა მსოფლიოს და პლანეტის ყველა ნაწილს, ეს იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის განხილვის თემა და ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი ლოლაძე, რეალ პოლიტიკას ანალიტიკოსი, გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული ინსტიტუტის
ინსტიტუტის დამფუძნებელი. ისრაელიდან შემოგვიერთდება ლაშა შაყულაშვილი, ებრაისტი და რა თქმა უნდა მასთან ვისაუბრებთ თუ რა გამოხმაურება მოყვა პირველ ოფიციალურ შეხვედრას ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის და ასევე გეგა მგალობლიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ელჩი ნატოში იქნებიან ჩვენი სტუმრები. როგორც უკვე ჩვენმა მაყურებელმა იცის, ეს არის მთავარი სოფლიოში და ჩვენ ვიწყებთ. და აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი დღეს უკრაინის ომის თემით, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია. მართალია, ჯერჯერობით ყველაფერი სპეკულაციებია, მაგრამ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც აქამდე გავრცელდა, მათ შორის ეს ბუნებრივი რესურსების თემა, კურსკის საკითხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სტუმრებთან ერთად ვეცდებით გავაანალიზოთ, რა შანსები აქვს ახლა უკრაინას და როგორი შეიძლება იყოს ტრამპის წინადადება. და გენერალი კით კელოგი გაუძღვება ამ პროცესს, რომელიც არის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინის საკითხებში, ტრამპის მიერ დანიშნული და ის თავად წერდა, რომ მიუნხენში ჩაიტანს გეგმას და ასევე წერდა იმასაც, რომ რუსეთისთვის ეს სამხედრო დანაშაულებები არის დნმ-ში, არსობრივად გამოფიტვის ომში იმყოფები. ისტორიას თუ შევხედავთ, რუსებთან გამოფიტვის ომში არასდროს უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი ასე იბრძვიან. მიჩვეულები არიან ამას. ეს ქვეყანაა, რომელიც მზად იყო და ასე ცქნა 6 თვეში 700,000 დაეკარგა სტალინგრადის ბრძოლაში. და თვალიც კი არ დაუხამხამებიათ, ამიტომ წნეხი მხოლოდ სამხედრო ვერ იქნება, ეკონომიკური წნეხიც უნდა გქონდეს, დიპლომატიური წნეხიც, გარკვეული სახის სამხედრო ზეწოლაც და ბერკეტები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ეს ყველაფერი წავიდეს იქით, რაც ყველაზე მეტად გვინდა. ომის დასრულებისკენ ასე განმარტა კელოგმა, ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა მას და ისაუბრა მიუნხენის კონფერენციაზე წასვლის წინ ჟურნალისტებთან. მოგესალმებით. ჩვენს მუდმივ სტუმარს გიორგის და ასევე გიორგის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. უნდა ვისაუბროთ ტრამპის პოლიტიკაზე, მაგრამ უკრაინას საგანგებოდ შევარჩიე, იმიტომ რომ ყველაზე ახალია და ყველაზე მეტად გვაინტერესებს. შეიძლება ბევრი არ ვიცით ჯერ, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ამ თემის ირგვლივ საუბარი ჩააბარა კელოგს და ისიც იქნება გადაწყვეტილებების ჯგუფში, რამდენი მნიშვნელოვანია და აქამდე რაც ვიცით, რომ ძვირფასი ლითონების თემა იქნება ჩართული პროცესში, აი ტრამპს გარიგებები რომ უყვარს და ეს დილების შედგენა რაღაცა გავს იმას, რომ შეიძლება დაინტერესდეს იმით. აი, რას მოიტანს ეს გეგმა, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ხედავთ, რომ შეიცვლება პოლიტიკა. პირველ რიგში კელოგმა ძალიან მნიშვნელოვანი რაც თქვა, ამერიკულ მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ 183 მილიარდით დაეხმარა ამერიკა უკრაინას და კელოგმა თქვა, რომ პირველ რიგში ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ამ 183 მილიარდიდან რეალურად უკრაინამ მიიღო 50-60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. დანარჩენს ან არ მიუღწევია ჯერ უკრაინამდე, ან ეს იყო ამერიკული ინდუსტრიის დაფინანსება და ამერიკული სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისთვის შეკვეთების მიცემა ამერიკის შეერაღებული ძალების მარაგების შესავსებად, რომელიც უკვე გადაეცა უკრაინას. ამიტომ ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგია, რომ ტრამპის წარმომადგენლებმა თავად თქვა, იმიტომ რომ ტრამპისტულ წრეებში სკეპტიციზმი არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზედმეტად დიდ თანხებს ხარჯავთ უკრაინის მიმართ. რაც შეეხება იმ მიდგომას, რაც თქვენ მის ციტატაში წაიკითხეთ, ეს აბსოლუტურად სწორია, რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ სამხედრო გზით რუსეთის დამარცხება ვერ მოხდება და იგივე ცივი ომიც ამის მაგალითია, რომ ავღანეთის ომის პარალელურად საბჭოთა კავშირის დაშლაში უდიდესი წვლილი შეიტანა ნავთობის ფასის დაცემამ და ზოგადად ტრამპის პოლიტიკისთვის ფუნდამენტური საკითხი იქნება ჩემი აზრით და ეს მას შემთხვევით არ ვთქვია და ამისთვის მას ორი ბერკეტი აქვს. ერთი ის აუქმებს მწვანე რეგულაციებს და ზრდის მასობრივად ნავთობის და გაზის მოპოვებას ამერიკის შიგნით და ამერიკა არის უმდიდრესი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ამ რესურსებს მასობრივად არ იყენებდა, თუმცა ამაზე ბაიდენის ადმინისტრაციასაც გავაკრიტიკებთ, იმიტომ რომ 2024 წელს ამერიკამ მოიპოვა რეკორდული რაოდენობის ნავთობი. რაც შეეხება გაზის მიმართულებით იყო პრობლემები ამერიკაში რეგულაციების გამო. ამ რეგულაციების გაუქმების შემდეგ ამერიკას შეიძლება რომ ძალიან დიდი რაოდენობის თხევადი გაზი მიაწოდოს ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებმაც უარი თქვეს რუსულ გაზზე, ხო?
ეს ახლა რა კონტექსტია. ჯერ კიდევ რუსეთის ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო არის ეს ენერგომატარებლების გაყიდვა და არაპირდაპირი გზებით ეს ევროპული ქვეყნები, რომლებსაც სანქცირებული აქვთ რუსეთი და თითქოს არ უნდა ყიდულობდნენ, მაინც ყიდულობენ ჩრდილოვანი ფლოტებით და არაპირდაპირ ან ინდოეთის მხრიდან ან ასე შემდეგ ამ რუსულ გაზს და ნავთობს. თუ ეს პროცესი და ჩემი აზრით ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების აღსრულებას ბევრად მკაცრად დააკვირდება ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია და მეორე თუ მათ ალტერნატივა შეთავაზეს ამ ქვეყნებს თავისი ნავთობის და გაზის მიწოდებით ეს იქნება სერიოზული დარტყმა რუსეთის შემოსავლებისთვის. ფასის დაგდებაში უკვე ოპეკის ჩართულობა და არაბული ქვეყნების ჩართულობა საჭირო ჯერჯერობით არ არის გამოხმაურება ჯერჯერობით თხეს ამაზე და არაპირებენ ამას დათანხმებას, მაგრამ ამ მიმართულებით ტრამპს ესეთი აქტიური მუშაობა ჯერ არ დაუწყია. მე დარწმუნებული ვარ, მას ექნება საუდის არაბეთში ვიზიტი, იმიტომ რომ პირველ ვადაში მას პირველი ვიზიტი საუდის არაბეთში ჰქონდა. მან საუდის არაბეთს უთხრა, რომ თუ 1 ტრილიონის ინვესტიციებს ჩადებთ ამერიკაში, მე სერიოზულ, ასე ვთქვათ, დახმარებაზე წამოვალ და ნორმალიზება მოხდება ჩვენი ურთიერთობისო. ნახოთ საუდის არაბეთმა თქვა, რომ როგორ თქვა ეს გამახსენდა და ამიტომ მეღიმებოდა 600 მილიარდის ინვესტირებას აპირებთ და მოდი დაამრგვალეთო ეს თანხა 400 მილიარდი თითქოს ცოტა ფულია რა დაამრგვალება რომ მოთხოვ. საუდის არაბეთისთვის არ არის ძალიან დიდი ფული, მაგრამ მაინც ხო საუდის არაბეთის და ამ არაბული ქვეყნების როლი გადამწყვეტი იქნება ნავთობის ფასის დაწევაში. ასევე აქ შეიძლება ჩაერთოს ვენესუელას, რომელთანაც ვენესუელასაც ძალიან ბევრი ნავთობი აქვს სანქცირებულია და როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპს, რამდენად მოახერხებს იქ რეჟიმის შეცვლას ან ამ რეჟიმთან დაალაგებას, მადუროს ეს ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ხა უკრაინის ძირითად საკითხზე რომ გადავიდეთ, უკრაინას ამ ეტაპზე ახალ სამხედრო დახმარებაზე მეტად ესაჭიროება იმ სამხედრო დახმარების მიწოდება, რომელიც უკვე შავშან აპრილში დაამტკიცეს. Reuters ჰქონდა ამის შესახებ სტატია, რომ მიწოდების ტემპი უკრაინისთვის იყო ძალიან დაბალი. 2024 წელს ყველაზე დაბალი იყო სამხედრო დახმარების მიწოდების ტემპი უკრაინისთვის. მერე უკვე, როდესაც ტრამპმა მოიგო, ბოლო თვეებში ცოტათი გაზარდა ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ტემპი, მაგრამ მაინც არ იყო იმ დონეზე, რა დონეზეც იყო მაგალითად 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს უკვე გავიგეთ, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესის ცოდვები უნდა ვახსენოთ, იქ სადაც რესპუბლიკელები ბლოკავდნენ ამ დახმარების გამოყოფას სამართლიანობისთვის. ხა ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს თავისი ნაწილი, მაგრამ ეს უდაოდ ასე იყო. კი, ეხლა კარგი ამბავი ისაა ის, რომ უკვე ვიცით, რომ რესპუბლიკელებმა ახალი ბიუჯეტისთვის დაანონსეს რომ 150 მილიარდი ცდის ამერიკა თავდაცვის ხარჯებს, რაც ისედაც ამერიკა არის მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავს თავდაცვაზე და ეს 150 მილიარდი კიდევ უფრო გაზრდის მათ უპირატესობას, ეს რა თქმა უნდა კარგი ამბავია. და ამ კონტექსტში ვართ, ვიცით რომ ომის დამთავრება უნდა ტრამპის ადმინისტრაციას, ვიცით რომ ყველა ბერკეტის გამოყენებას აპირებს, ვიცით რომ უკრაინამ მათ შესთავაზა ეს ძვირფასი ლითონები, რომელიც ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ყველა იმ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს დღეს უკრაინა, რომელზეც ისინი მოიპოვება და ეს სამხედრო გზით უნდა მოიპოვონ დონბასში. შეიძლება დამატებითი სტიმულიც გახდეს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია ამ ტერიტორიების. და მეტი სამხედრო დახმარება მისცენ უკრაინას ამისთვის. ამ კონტექსტში ვარ დანარჩენს ალბათ უფრო მეტს გავიგებთ, როდესაც შეხვდებიან ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ. თუმცა ის, რაც თქვა კელოგმა, არის ძალიან სწორი, რომ არ შეიძლება გამოფიტვის ომში ჩაერთო რუსეთთან, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ნება დასავლეთის რომ ეს დიდი რესურსები დახარჯონ, ეს მილევადია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების მიმართ ისეთი მაღალი 4 წლის შემდეგ დაუშვათ, როგორც იყო 2022 წელს და 2023 წელს. რა თქმა უნდა. გიორგი, თქვენთან გავაგრძელოთ, ტრამპის სულ ბაქი ვუქობდა, რომ აი მომეცით ახლა ძალაუფლება და 2 დღეში დავამთავრებ ამ ომს თუ 1 დღეში და არის უკვე პრეზიდენტი და რა თქმა უნდა ყველა მისგან ელის იმას, რომ ეს მიმართულებაც გადაჭრას. კელოგმა თქვა, რომ ეს ომი ვერ დამთავრდება 1 დღეში, მაგრამ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს და ამის გასაღები ჩვენ გვაქვსო, აი თვეები ახსენა. ახლა 1 და 2 დღე არ უთქვია ტრამპივით. მას რამდენ მნიშვნელოვანი იქნება რომ ეს რამდენ ელოდებით რომ აიმე ქმედიც წარადგენს ჯერ ერთი და რამდენ შეიძლება ეს იყოს პუტინისთვის სიურპრიზი და მაინც პუტინის მხარეს ტრამპის მიმართ განსხვავებული მოლოდინები აქვს და რამდენ შეიძლება მათ ეს მოლოდინი გაუცრუდეთ. ის რა გააჩნია უბრალოდ ყოველისა რას ვეძახით მშვიდობას.
იმიტომ რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არის ერთი მომენტი, რაც შესაძლებელი არის უახლოეს პერიოდში. მეორე მომენტი არის გრძელვადიანი მშვიდობა, რის უზრუნველყოფაც არის პრიორიტეტი უკრაინისთვის. გრძელვადიანი მშვიდობა წარმოუდგენელი არის ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში, გრძელვადიანი მშვიდობა წარმოუდგენელი არის იმ მოცემულობით, თუ უკრაინა არ მიიღებს რეალისტურ უსაფრთხოების გარანტიებს და არ ისეთებს, როგორც იყო მანამდე ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელმაც არანაირი როლი არ ითამაშა. შესაბამისად, უკრაინას აქვს ორი მთავარი ამოცანა. პირველი არის რეოკუპაცია იმ რეგიონების, რომელიც არის დაკავებული ამჟამად და მეორე ეს არის გრძელვადიან პერიოდში ამ ომის აღარ დაშვების გარანტიების მიღება. თავდაპირველად ზელენსკის ადმინისტრაცია ეხლაც ამაზე აქტიურად საუბრობს, ყველაზე მარტივი გზა ეს იქნებოდა ნატოს წევრობა უკრაინისთვის. თუმცა ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ამჟამად ალიანსში არ არის ერთსულოვნება და სავარაუდოდ ეს იქნება დროში გაწელილი მომენტი. ფოთაშორი ზელენსკიმ თქვა, რომ ნატოს წევრობა მარტო უკრაინის ინტერესში კი არ არის, რუსეთის ინტერესშიც არის, არასოდეს უკრაინა არ დაესხმებოდა თავს ასეთ შემთხვევაში რუსეთს და პუტინმა ეს კარგად უნდა გაიაზროსო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა. პრობლემა არის ის, რომ უკრაინა არც აპირებდა რუსეთს ოდესმე თავდასხმის განხორციელებას, ეს ყველაფერი იყო რუსული ერთის მხრივ ფანტაზიები, შიშები, რომ აი ყველა მის ირგვლივ რაღაცას ცდილობს და მეორეს მხრივ ჩვეულებრივი პროპაგანდა, იმიტომ რომ თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ რუსეთს მართლა ეშინოდა ნატოს გაფართოების და მართლა არ უნდოდა რომ მის საზღვრებზე ყოფილიყო ნატოს ბაზები, ამ შემთხვევაში როდესაც ფინეთი და შვედეთი გაწევრიანდა ალიანსში, სრულიად განსხვავებული რეაქცია უნდა ჰქონოდა. თუმცა ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონია იმის მიუხედავად, რომ ნატოს და რუსეთის საზღვარი გაიზარდა ორჯერ თუ სწორად მახსოვს. ანუ ამაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ, იმიტომ რომ როგორც ფინეთი, ასევე შვედეთი ორივე სრულიად იყო ინტეგრირებული დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ორივეს გააჩნდა საკუთარი საკმაოდ ეფექტური ჯარი და შესაბამისად ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი არანაირად არ იქნებოდა ან მარტივი, ან განჭვრეტადი, ან რამენაირად რუსეთისთვის მომგებიანი, როგორც მათ ეგონათ უკრაინის შემთხვევაში, რომ აი დაეცემოდა 2-3 დღეში. ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ თუ ჩვენ შევხედავთ რა იყო რუსეთის ამოცანები ომის დასაწყისში, ვერც ერთ ამ ამოცანას რუსეთმა ვერ მიაღწია. კიევი ჩვეულებრივად აგრძელებს წინააღმდეგობას, ვერ აიღეს 3 დღეში, ზელენსკის გადაყენება უნდა დენაციფიკაცია, ანუ ზელენსკი არ გამოვიდა, დემილიტარიზაცია არ გამოვიდა. პირიქით, ყველა პარამეტრში ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული შედეგი იმისგან, რაც რუსეთს უნდოდა. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით მათ მოახერხეს, ეს არის სახმელეთო ხიდი ყირიმამდე. თუმცა ესეც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რამდენად გრძელვადიან პერსპექტივაში შეეძლებენ ამ სახმელეთო ხიდის შენარჩუნებას. განსაკუთრებით თუ უკრაინა როგორც იქნა მიიღებს იმ შეიარაღებას, რომელიც მას სჭირდება. აი კურსკის თემა სავაჭრო და ზელენსკის მხრიდან რამდენად მომგებიანია და რამდენად შეიძლება რომ გამოიყენოს ეს? ამ ყველაფერს ემატება კურსკის თემა ზუსტად, რადგან უკრაინამ დაიკავა რუსეთის ტერიტორია, რაც აქამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. შესაბამისად, თუ იქნება საუბარი ტერიტორიის გაცვლაზე, ტერიტორიიდან ჯარების გაცვლაზე და ასე შემდეგ, უკრაინას ზუსტად ისევე აქვს დაკავებული რუსული ტერიტორია კურსკში, როგორც რუსეთს აქვს დაკავებული უკრაინის ტერიტორიები სამხრეთით. ასე რომ ნებისმიერი მოლაპარაკება იქნება ან ტერიტორიული გაცვლა კურსკის სანაცვლოდ უკრაინა ბუნებრივია მოითხოვს რაღაცას, ან ეს იქნება რუსული ძალების გაცვლა, რაც ცოტა რთულად წარმოსადგენი არის, იმიტომ რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ თუნდაც ის ტერიტორიები შეინარჩუნოს, სადაც მანამდე, რომელიც ჰქონდა კონფლიქტამდე. ასე რომ ეს ორი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგად გასათვალისწინებელი. კელოგი გამოცდილი სამხედრო არის, მას ძალიან კარგად ესმის სამხედრო მოცემულობა და ასევე დარწმუნებული ვარ შტატებს კარგად ესმით, რომ რუსეთს აქვს სერიოზული პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით, ლოჯისტიკა ჯარის უკვე არის მკვეთრად გართულებული და თუ ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ აქ როგორ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს მოლოდინის ომში, ან როგორ შეიძლება უკან დაიხიონ ისე რომ სახე შეინარჩუნონ. ბუნებრივია ამას ეცდებიან, ბუნებრივია მთელი ის ბაქიბუქი, რომელიც ჩვენ გვესმის ამ მეტალების ირგვლივ, ეს უფრო მეტად არის შიდა ამერიკული საკითხებისთვის განკუთვნილი მასალა, რადგანაც ბუნებრივია თუ შეერთებული შტატები არის ჩართული კონფლიქტში, ამერიკელებს სჭირდებათ
რაღაცა ხელმოსაჭიდი გასააზრებლად რატომ არიან ჩართულები. იდეალები არის აბსტრაქტული და ტრამპს უკვე შემოაქვს. ტრამპის ამორჩევლისთვის არის მართლაც ძალიან კარგი არგუმენტი ახლა ეს, რომ არგუმენტი და ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ აი ამ ხელა სიმდიდრეს. ჩვეულებრივი ტრანზაქციული მიდგომა არის, რომელიც დემოკრატებს შედარებით ნაკლებად ახასიათებდათ, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციისთვის არის ერთ-ერთი ფუნდამენტური. თუ ჩვენ შევხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები კანადასთან, მექსიკასთან, პანამასთან, ყველგან იყო თავიდან აი ეს ძალიან მაღალი მოთხოვნები, ძალიან დიდი. აი ეს მოითხოვე მაქსიმუმი რომ მიიღო მინიმუმი ესე გამოვიდა საბოლოო ჯამში. ეს არის ის, რაც აქამდე აკეთებდა რუსეთი, რაც აქამდე აკეთებდა ჩინეთი და რასაც პრინციპში ამერიკა დიდად არ იყენებდა, იმიტომ რომ არ ჭირდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, მსოფლიოს სრულილებასთან ერთად ეს ტრანზაქციული მიდგომა უფრო მეტად საინტერესო გახდა შეერთებული შტატებისთვისაც. კი, ამაზე ვისაუბროთ ცალკეც, მით უმეტეს აი კრიტიკა ისმოდა გუშინ ტრამპის აი განსაკუთრებით ევროკავშირზე, როდესაც ამბობდა, რომ დიახაც ევროპელებს დაუწესო თუ არა ტარიფები და ამბობდა, რომ პოლიტიკურად გიპასუხოთო თუ გულწრფელად და მაშინ პირდაპირ თქვა, რომ აუცილებლად აბსოლუტურად დაუწესებო მათ სანქციებს განაცხადა და საერთოდ ლექსიკონში ნახეთო, რომ სანქცია კი არა, ტარიფი ბოდიში ტარიფი ცუდი სიტყვა სულაც არ არისო. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ტარიფებთან დაკავშირებით ტრამპის ყველაზე სამაგალითო პრეზიდენტი არის მაკინლი. და ამ მაკინლის ტარიფული პოლიტიკა მაინც წარმატებული არ იყო ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ის იყო პრეზიდენტი და მოგვიანებითაც მან ვერ ითამაშა ის წამყვანი როლი, რომელიც უნდა ეთამაშა. ამიტომ გადავიდა შეერთებული შტატები დამატებით ღირებულების გადასახადზე, ამიტომ შემოიღეს მთელი რიგი სხვა მეთოდები და სხვა ფისკალური ინსტრუმენტები, რომლითაც შემდეგ მოხერხდა იმ დომინანტური პოზიციის დაკავება. ამიტომ ტარიფებზე ერთ სიტყვი მეც ტარიფები მას მართლა უნდა და რეალურად ჯერა თუ ეს მისთვის ბერკეტია რომ დაათმობინოს მეორე მხარეს მოწინააღმდეგეს რომ რაღაცაზე წამოდი და მე მოხსნი რაც უკვე ვნახეთ ხო ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები დავაშია მაგრამ მექსიკას და კანადას დაუწესა მე ეს დღეში გააკეთეს განცხადება ამ ქვეყნის ლიდერებმა რომ დაუშვათ მიგრაციის შესაძლებლად ზომებს გადადგამენ რომ ფენტალინი აღარ შევიდეს ამერიკაში ამის მიმართ ზომებს გადადგამენ და ეგრევე გააჩერა ხო ანუ ეს აღმოჩნდა არა მისი რეალური წმენა, არამედ აღმოჩნდა ზეწოლის ბერკეტი, რომ წამოიყვანოს რაღაც დათმობებზე. ეხლა ჩინეთს ეგეთ დათმობებზე ვერ წამოიყვანს და გასაგებია, ხო ჩინეთმაც დაუწესა იგივე ტარიფები და ჩაერთო რეალურ სავაჭრო ომში. ამის შედეგებს მალე გავიგებთ, როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკაზე და პირველ რიგში ამ ორი სახელმწიფოს ეკონომიკაზე, იმიტომ ორი ყველაზე დიდი ეკონომიკაა მსოფლიოში ეს. მაგრამ ზოგადად ევროკავშირის მიმართაც ესე შევხედავდი მე ჯერჯერობით ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებების ზეწოლის მექანიზმი, მაგრამ თუ რაღაც დათმობებზე ვერ წამოიყვანა ევროკავშირი, მე რა თქმა უნდა დააწესებს და დამწესებელი რომ არის ეს უკვე დაამტკიცა. არა, თან ჯერ ჩვენ განაცხადა რომ დავაწესება აუცილებლად და თქვა რომ ისინი ცუდად გვექცევიან, არყიდულობენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, არყიდულობენ ჩვენს მანქანებს, ახლა ვერ წარმომიდგენია გერმანული ავტოინდუსტრიის პირობებში, ახლა მაინც და მაინც ამერიკული მანქანა რატომ უნდა იყიდოს ევროპელმა? თუ ეგ ტარიფები დააწესეს და დიდი გამოწვევა ევროპაში გამოსვლები სულ არის ფერმერების ხო ყვითელჟილეტიანების და ხა ვერ წარმომიდგენია ამერიკული პროდუქცია ეს ამაზეც ლაპარაკობდა ხო არა მაინც პროდუქციაზე არ არის საუბარი ჩვენ ჯერჯერობით ესეც არის მისი რაღაცა პოლიტიკური თამაშის ნაწილი გასაგებია რაც ვიცით ამ ეტაპზე არის ის რომ ტრამპს უნდა ევროკავშირის ქვეყნების მიერ თავდაცვაზე საკუთარი ფინანსების მკვეთრი ზრდა შეიძლება 5% რომელიც იყო გაჟღერებული ცოტა ზედმეტად დიდი რიცხვი არის მაგრამ პოლონეთს აქვს 4.5 დაახლოებით. პოლონეთს აქვს 4.5 კი. მაგრამ ამ რიცხვის გაზრდა მაშინ როდესაც შენ სამეზობლოში არის ომი აბსოლუტურად ლოგიკური სწორი მოთხოვნა არის და პირიქით სამწუხარო არის რომ საჭირო არის მოთხოვნა არ უნდა სჭირდებოდეს მე მგონი ამერიკის პრეზიდენტი მაგრამ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პოსტ პერიოდი გაუხანგრძლივდა ის 2% რომ მოძოლებულია უკვე ეს სტანდარტი ამაშიც მართალია ტრამპი იმიტომ რომ საფრთხეები გაიზარდა რაც თავარია უკრაინის ომმა
ამ დიდ ევროპულ სახელმწიფოებმა იმხელა დახმარება გაუგზავნეს უკრაინას პირველ რიგში ჭურვების მარაგები და რაკეტების მარაგები ძალიან შეუმცირდათ და ამ უწუვის პირას არიან და ამის შესავსებად ეხლა თავისივე მარაგების შესავსებად უკრაინის დახმარება სამ შემთხვევაში არ ვიხებთ. ბევრად დიდი თანხა უნდა დახარჯონ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში 30 წელი ამ ქვეყნებს გაჩერებული ქონდათ სამხედრო ინდუსტრია, შეკვეთებს არ აძლევდნენ და ეგონა თუ დიდი ომი არასდროს აღარ მოხდებოდა ევროპის ტერიტორიაზე. მეორე მსოფლიო ომის მერე მშვიდობა იყო, ხო? ევროკავშირი შეიქმნა, ნატო შეიქმნა. ეს უნდა განავითარონ და უფრო მეტი. იქით გერმანიას იქით ქონდა ხო მოთხოვნები საპირისპიროდ, ხო და შეიარაღების შემცირებაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ეხლა არის სხვა რეალობა და მარკ რუტე, ნატოს ახალი გენერალური მდივანი დადის კარ-და-კარ ევროპის ყველა სახელმწიფო მოიარა მე მგონი და ყველას ეუბნება რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ ომისთვის. პირდაპირ ასე ამბობს. იმიტომ რომ რუსეთი უკრაინაზე რო არ გაჩერდება, ყველა კარგად ხვდება და ერთ დღეს შეიძლება ევროპის ნებისმიერ ქვეყანას მიუკაკუნოს, ხო? ამ ომის საფრთხემ. ნუ ევროკავშირის შემთხვევაში კიდე მეორე გამოწვევა არის ის, რომ ევროპაში არ არის სათანადო საწარმოო ბაზა, რომელსაც შეუძლია უცებ ასეთი რაოდენობის ნატო სტანდარტის შეიარაღების შექმნა. წესით და რიგით კარგი იქნებოდა აქამდე რომ შეიქმნათ ეს საწარმოები და განეახლებინათ ეს წარმოება, მაგრამ ამჟამად არის ორი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამ რაოდენობის შეიარაღების წარმოება. ერთი არის ბუნებრივია შეერთებული შტატები და ეს ნიშნავს რომ უნდა მოხდეს შეერთებული შტატებიდან ნატო სტანდარტის შეიარაღების მასობრივი შესყიდვა, რაც მე მგონია რომ ტრამპს საკმაოდ მოეწონება და მეორე ქვეყანა არის სამხრეთ კორეა. ოღონდ აქ კიდე მეორე გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ ევროკავშირის შიგნით, მაგალითად საფრანგეთი არის, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ კი არ უნდა ვიყიდოთ უცხოური იარაღი, არამედ უნდა დავიწყოთ საკუთარი წარმოება. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ყველაზე დიდი სამხედრო სიძლიერე აქვს და ბირთვული სახელმწიფოა და ევროკავშირში ახლა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ქვეყანაა. ჩვენ შევხედავთ ევროკავშირის დამოკიდებულებას. უბრალოდ ვახსენოთ, რომ ფრანგული მირაჟები ჩავიდა უკვე უკრაინაში და ესეც დადებითი ამბავია და ამ დინამიკას იმედია პატარა პოზიტივს შესძენს უკრაინული მხარის საბრძოლო დინამიკა. თუ ჩვენ შევხედავთ ევროკავშირის მიდგომას თავდაცვისადმი, გარკვეული პროგრესი, რა თქმა უნდა, შეინიშნება. ის რომ შეიქმნა ახალი პოსტი თავდაცვის კომისარის, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, ის რომ ჩვენ მივიღეთ სხვა ჩვენს ისეთი ადამიანები, რომ ხელმძღვანელობს, ხო? კი, კუბილიუსი. უკვე შეიქმნა ევროპის ფარის ინიციატივა, რომელიც ასევე არის მნიშვნელოვანი იმ ჰიბრიდული გამოწვევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთისა და სხვა აქტორებისგან. ანუ ეს მიდგომები ევროკავშირში ნელ-ნელა იცვლება. გერმანიაში არჩევნები იქნება ორ კვირაში, ხო? 23 თებერვალი, კი, 23 თებერვალი. და იქაც ჩვენ გვეყოლება უკვე ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება, რომელიც სოციალ-დემოკრატებისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის უნარიანობას. ჩვენ გვყავს პოლონეთი, რომელიც ახლა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და პოლონეთმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი პრეზიდენტობის პერიოდში იქნება ევროკავშირის უსაფრთხოება. ანუ ეს მიდგომა და ევროკავშირის გადაქცევა უფრო აქტიურ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ, რომელსაც გააჩნია საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, ნელა, მაგრამ მიმდინარეობს ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების დამატებითი წნეხი, აი ამ ფინანსების დახარჯვასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება პირიქით დადებითი როლი ითამაშოს. და მოკლედ მინდა გკითხოთ მასკზე, ვიდრე გადავალთ ისრაელზე და ნეთანიაჰუ ტრამპის შეხვედრაზე, მე ლაშაც ჩაგვერთვება შაყულაშვილი ამ თემაზე. რა იკვეთება ახლა ეს მასკის დანიშვნა ფაქტობრივად რუხი კარდინალია და მე საგანგებოდ მოვიტანე თაიმის გარეკანი, სადაც ესეთი პროვოკაციული ყდა ქონდა საინტერესო ჟურნალს, რომელიც მუდმივად გარეკანით ამბობს ხოლმე თავის საქმეს, აი მასკი ოვალურ კაბინეტში და გადაწყვეტილების მიმღები პირი და მაგიდასთან ზის მასკი ჩანს ყოველთვის ამბობენ. ეს თაფლობის თუ რამდენხან გაუგრძელდებათ, იმიტომ რომ ქონდათ პატარა უთანხმოება იმ მისი ეს ფაშისტური ჟესტის შემდეგ და ალბათ არა მარტო ამიტომ და მასკი ყველაფერში რო თვითონაც ძალიან აქტიურად ჩართულია, აი 80,000 ტვიტს წერს ყოველდღე. მე არ მგონია რომ მათ ურთიერთობას რამე საფრთხე შეექმნას, იმიტომ რომ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. ერთი ეს არის, მეორე მასკმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ტრამპის გამარჯვებაში. როგორც ფინანსური შეწირულობებით, ასევე
ძალიან პოპულარული ახალგაზრდებში და ახალგაზრდების ხმები რესპუბლიკელებისთვის და ტრამპისთვის იყო ძალიან დიდი პრობლემა ბოლო არჩევნებზე და ეხლა 2024 წლის არჩევნებზე სერიოზული ზრდა ჰქონდათ განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებში, რაც მასკის და მისი გარემოცვის დამსახურება ამ ჯო როგანის პოდკასტით და ასე შემდეგ ამ პოდკასტების სივრცე საერთოდ მთლიანად გახდა მემარჯვენე რესპუბლიკური. თუმცა არ ვიცით ჩვენ მასკი რამდენად, უკვე დაახლოებით ხედავთ, რომ თითქმის ყველაფერში ერევა, მაგრამ რამდენად დიდი იქნება მისი გავლენა სხვა საკითხებზე, რაც მას ფორმალურად არ ეხება. ხო, რეალურად ის ხელმძღვანელობს სპეციალურ სამთავრობო სააგენტოს, რომელმაც უნდა შეამციროს ბიუროკრატია, რეგულაციები და სამთავრობო ხარჯები. აი, საყოველთაოდ არის თითქოს ეს სააგენტო ყველაფერს ის აკონტროლებს ყველაზე დიდ სოციალურ ქსელს, ხო? რომელშიც სავარაუდოდ გარდა იმისა, რომ ისედაც უამრავი გამომწერი ყავს, ვისაც არ იწევს იმათაც უჩვენს მისი პოსტები, ხო, ალგორითმის ამოწყობილი. და არა მხოლოდ მისი, ახლა ცალკე თემაა, როგორ ადანაშაულებენ ლიბერალები და დემოკრატები მასკს, რომ მთელი ალგორითმი ტრამპის კამპანიაზე მუშაობდა წინა საარჩევნოდ. თუმცა მასკის მომხრეები იტყვიან, რომ ადრე პირიქით იყო, სანამ მასკი შეისყიდიდა ტვიტერს და პირიქით მემარჯვენეებს აცენზურებდა. ხო, კიდე ეგეც იყო, 6 იანვრის მერე საერთოდ გაუქმეს აკაუნტი ტრამპს. ამიტომ მასკის გავლენა ძალიან დიდია, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ მასკს აქვს ბევრი კარგი იდეაც და აქვს ბევრი გეჟური იდეაც და შეუძლებელია საერთოდ ადამიანი რამდენად წარმატებულის და ინოვატორის არ უნდა იყოს ყველა სფეროში ერთნაირად წარმატებულად და ღრმად ერკვეოდეს, ხო? და ამ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი იცის. ხა თავდაცვაც განათლებაც ყველაფერი, აი ჩამონათვალი სიტყვას გადაავლებს, ყველაფერში კომენტარს აკეთებს და რაც თავარია ჩაერევა და თა რადიკალური მიდგომები აქვს ამას ხედავთ, აი USAID-ზე პირდაპირ იძახეს ეს კრიმინალური ორგანიზაცია. გერმანიაში AfD-ს დაუჭირა მხარე, რომელიც თავად გერმანელების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არის ასე ვთქვათ, ნაცისტური პარტიის მემკვიდრე, ხა პირდაპირ მემკვიდრე არ არის და ჰიტლერს არ აქებენ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ აქებენ სამს. ზოგჯერ აი მათმა ევროპარლამენტის სხვათა შორის ამ AfD-ს ევროპარლამენტის სიის პირველმა ნომერმა წინასაარჩევნოდ თქვა, რომ ვაფენ SS-შიო ცუდი ხალხი არ იბრძოდაო და მე მოახსნევინეს კანდიდატურა და პირველი ნომერი აღარ იყო, მაგრამ ეს ნაციზმის ნოსტალგია ამ პარტიაში ეს სენტიმენტები ჩანს. კი. ამიტომ ესეთი პარტიის მხარდაჭერა და მან პირდაპირ დაწერა, რომ მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანია გადაარჩინოს. აი ამ სიტყვებით დაწერა. მე AfD-ს ყოლობას ჩაერთო და თავისთავად მას რომ ესეთი სიმპათიები აქვს, ასეთი პოლიტიკური ჯორჯა მელონის უახლოესი მეგობარია. მელონის არ გავიყვანდი ამ ჯგუფში, მელონი ძალიან ადეკვატური ლიდერია, ჩემი აზრით, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში მელონი აღმოჩნდა. ზოგადად ევროპის ყველაზე პოპულარული ლიდერია ეხლა ევროპაში, მოქმედი, ანუ ზოგადად ეხლა ისეთი ეპოქა და მსოფლიოში, რომ ხელისუფლებაში ვინც არის, ის პარტიები ძალიან არაპოპულარულები არიან მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერობის პრობლემაც არის, ესეც არის. მელონის და ტუსკს აი ამ ორს გამოვყოლდი, ეს დეფიციტი ნამდვილად არ აქვს, პირიქით, მხარდაჭერას აქვს და ისეთ პოლიტიკას ატარებენ, რაც საზოგადოების უმრავლესობას მოსწონს. დიახ, გიორგი, თქვენც და მინდა გადავიდეთ ახლა პროზად მოდით დავიწყოთ ისრაელის თემა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ჩვენ ისედაც ვიცოდით ტრამპის და ნეთანიაჰუს განსაკუთრებული მეგობრობის შესახებ და აი ტრამპს უნდა რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში წამოწუროს ეს ყველაზე დიდი კონფლიქტი და განაცხადა რომ დარწმუნებული ვარ ეს ჩემი გეგმა ამერიკელები დაეუფლებიან ღაზას, ისრაელი გადასცემს ამერიკას ღაზას. მოკლედ რა იკითხება ამის უკან, რა შეიძლება ის ნიშნავდეს? ისრაელზე ლაშა ჩემ ზოგადად საუბრებს, მაგრამ პრინციპში ლაშა ჩაგვერთვება ახლა სულმანა. ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ რესპუბლიკურ პარტიას ტრადიციულად ყოველთვის ჰქონდა ძალიან ძლიერი კავშირი ისრაელთან. ნაწილობრივ ეს არის გამოწვეული თვითონ რესპუბლიკური პარტიის სტრუქტურით და ამერიკელი პროტესტანტების განსაკუთრებული დამოკიდებულებით ისრაელისადმი, წმინდა მიწისადმი და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ეს არის უფრო რეალპოლიტიკური, სუფთა გეოპოლიტიკური საკითხი, როდესაც ისრაელი არის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, არის კიდევ იორდანია, არის სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ისრაელი კულტურულად, პოლიტიკურად, სოციალურად ყველა ამ თვალსაზრისით გაცილებით უფრო ახლოს დგას შეერთებულ შტატებთან და ეს კავშირი არის უკვე ათწლეულებს ითვლის. ასე რომ რაც შეეხება
გაზას სექტორს და ზოგადად იქ მიმდინარე მოვლენებს ბუნებრივია ეს სრულიად მიუღებელი არის დაწყებული იმ ტერორისტული აქტით რომელიც მოხდა გასული წლის ოქტომბერში და ბუნებრივია ის რაც გრძელდება სრულიად არ ჯდება ნორმალური ადამიანური სახელმწიფოებრივი ოპერირების არც ერთ კრიტერიუმში, ამიტომ საჭირო იყო ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში მოიძებნოს გამოსავალი და ერთ-ერთი გამოსავალი გააჟღერა ტრამპმა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა და განსაკუთრებით არაბული ქვეყნები ამ გამოსავალს დიდად მოიწონებენ, თუ ჩვენ გამოსვლები დაიწყო ღაზაში, ჩვენ არსად არ წავალთ ამბობენ და თან დევნილების და ამ მოსახლეობის მიღების სურვილის სხვა ქვეყნებს და სამეზობლო რო ჩამოთვალა, რამდენი შეიძლება გქონდეთ, გიორგი? ნუ დავიწყოთ იმით, რომ ვერ ექნებათ, იმიტომ მაგალითად იორდანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე პალესტინელი ტოვილია ისედაც, ვინც ჯერ 1948 წლის ომის მერე დატოვა ეგ ტერიტორია, მერე 1967 წლის მერე კიდე ახალი ტალღა მიიღო იორდანიამ პალესტინელი ტოვილების და მერე ისინი უკვე მესამე თაობის ტოლვილებად ითვლებიან და წარმოუდგენელი იორდანები. ეგვიპტეს არ შეეხება, ეგვიპტემ ორი დიდი კედელი აუშენა ღაზას. ერთი რაც იყო, ეხლა ომი რაც დაიწყო კიდე მეორე მიუმატესობიდან და ეგვიპტეს საერთოდ გამორიცხავს რაც თავადია თვითონ პალესტინელების შიგნით არსებობს ეს განცდა, რომ თუ დატოვებენ ღაზას სექტორს, მე იქ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან და თუმცა სრულიად ბევრი იქნება დარწმუნებული, რომ ციხეს რო დააღწიონ თავი და იცხოვრონ ნორმალურად. და ეს სრულიად ადეკვატური არგუმენტია, რომ თუ სირიის ომის დროს სირიელებს შეეძლოთ თურქეთში გადასულიყვნენ და შემდეგ თურქეთიდან ევროკავშირში და გერმანიამ მილიონი სირიელი მიიღო და ასე შემდეგ, რატომ არ აქვს პალესტინელს უფლება, რომ ომს თავი დააღწიოს და ტოვილი თუ არის და მართლა არიან ტოვილები, რატომ არ შეიძლება რომ მშვიდობიან გარემოში იცხოვროს დროებით მაინც და ნუ შესაძლოა საერთოდ სამუდამოდაც გადავიდეს, მაგრამ ნუ აქ არის რამდენიმე საკითხი. ერთი რომ მეზობელ ქვეყნებს არ სურთ მიიღება, იმიტომ რომ ისტორია ყველას ახლავს, იგივე იორდანიაში პალესტინელმა ტოვილებმა მე იქ შექმნეს ორგანიზაციები, გვაქვს პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაცია და ლამის სამოქალაქო ომი მოხდა იორდანიაში 70-იან წლებში, შავი სექტემბრის მოძრაობა ექვა. მერე უკვე ლიბანში პალესტინელმა ტოვილებმა მათ შორის იქ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ მათ შორის პალესტინელი ტოვილების და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების გამო სამოქალაქო ომი იყო ძალიან 10 წლების განმავლობაში და ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ. ამიტომ ამ არაბულ ქვეყნებში პალესტინელი ტოვილების მიღება აღიქმება არა მხოლოდ როგორც უბრალოდ ტოვილების მიღება, მას მოჰყვება ეს პოლიტიკური და რაღაც ისლამისტური იდეოლოგიის ადამიანების შემოსვლა, რომელიც ძალიან ორგანიზაციების წევრი გარკვეული და ამ შემთხვევაში ხა ღაზადან თუ მიიღებ ტოვილებს ისინი ბევრი იქნება ჰამასის აქტიური მხარდამჭერი, რაც მე უკვე ამ ქვეყნებს შეუქმნის პრობლემას. ეგვიპტე ამას გამორიცხავს და აზრს გამორიცხავდა, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ სხვანაირად დაელაპარაკება ამ ქვეყნებს, სხვა ტიპის ზეწოლას მოახდენს და აიძულებს. არ ვიცით რას გააკეთებს, მეც მაგალითად არარეალისტური მგონია ეს, იმიტომ რომ არავინ არ არის ამის მომხრე. რა თქმა უნდა, ისრაელში ულტრამემარჯვენეებს ძალიან გაუხარდათ ეს, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ დიდი ხანი ამას ვიძახით და თვითონ ნეთანიაჰუ ძოებედავდა ამის თქმას, ამ ესეთი იდეა შეიძლება გაეჟღერებინა ყველაზე რადიკალ წევრს მისი პარტიის, მისი კოალიციის, მაგალითად ბენგვირს. ნუ ბენგვირი აღარა უკვე მის კოალიციაში, მაგრამ როცა იყო. რაც შეეხება ზოგადად გეგმას, ტრამპმა დავიწყოთ იმით, რომ დაპირება შეასრულა პირველი, ბევრი შეასრულა, მაგრამ ერთ-ერთი შეასრულა ის, რომ თქვა, რომ ომებს დაასრულებდა და ერთი ომი მართლა დაასრულა ღაზაში. ეს ომი ჯერჯერობით დროებით არის დასრულებული 42 დღით. დღეს კიდევ 3 მძევალი გაათავისუფლა ჰამასმა და ისრაელის ციხეებს დატოვებს 180-ზე მეტი პატიმარი საპასუხოდ და ეხლა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მეორე ფაზაზე ამ შეთანხმების, როცა დარჩენილი მძევლები უნდა გათავისუფლდნენ სხვა ფორმულით უკვე და ასევე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები პერმანენტულად როგორ იქნება ღაზას მომავალი და ანუ მეორე ფაზაში უკვე საბოლოოდ დასრულდება ომი, თუ ამაზე შეთანხმება მოახერხეს ჰამასმა და ისრაელმა. ძალიან საინტერესო იქნება. მერე უკვე მესამე ფაზა არის რეკონსტრუქცია ღაზაში. ამაზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა სტივ ვიტკოფმა, მისმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რომ ამ ხელშეკრულებაში ჩაწერილი არის, რომ 5 წელიწადში უნდა მოხდეს რეკონსტრუქცია. 5 წელი არაფერი არ არის ეს ადამიანებს, იმდენად დიდია გრევის მასშტაბი, ჯერ განაღმვას დაჭირდება წლები, იმიტომ რომ 30,000 აუფეთქებელი ბომბი არის ღაზაში. ამიტომ
აქედან გამომდინარე ის ამბობს, რომ 5 წელი არ იქნება საკმარისი და ასევე ის ამბობს, რომ ამ ადამიანების გაყვანა 1,800,000 ამბობენ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რეკონსტრუქცია ვერ მოხდება თუ ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ, რადგან საშიშია, ბევრი შენობა ბოლომდე არ არის დანგრეული, მაგრამ ინგრევა, იქ ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. თუმცა დავამბობთ ყველაფერს და თავიდან ავაშენებთ ასე ამბობენ და აქ შემოდის უკვე მეორე საკითხი, ბიზნეს მოდელი, როგორც ის უყურებს, რომ ხმელთაშუა ზღვის რივიერა უნდა გაკეთდეს. ამაში რა თქმა უნდა, არ ვიცი ეს ამდენად გამოვა, მაგრამ მის ოჯახს ძალიან აქტიური და ახლო ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან, ტრამპის ოჯახს. სხვადასხვა წყაროებით რამდენიმე მილიარდი მისცეს ჯარედ კუშნერის კომპანიებს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიდან ფონდებმა მისი ბიზნეს პროექტების დასაფინანსებლად და ბევრი აღიქვამს ღაზაში ამ იდეას არა მხოლოდ როგორც სამშვიდობო გეგმას, არამედ როგორც მისი ოჯახის ბიზნეს გეგმას. საუდელებს არ უნდათ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ხო, თუმცა აი საუდის არაბეთის პოზიცია როგორ იქნება ძალიან უცნაური, მან თქვა ეგ რომ საუდის არაბეთს არ უნდა პალესტინის სახელმწიფო შექმნა და ამას არ ეთხოვს, მაგრამ მე უპასუხეს რომ ეგ ეგრე არ არისო და კი ჩვენ ვითხოვთ, იმიტომ რომ ეგ იდეა ძალიან არაპოპულარულია, ანუ საუდის არაბეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პრო-პალესტინურია, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება იყო ერთგვარად, რა ვიცი, რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებები გარეთ გამოიტანა. შეიძლება გულის სიღრმეში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და ბინ სალმანს მართლა არ უნდათ და არ აინტერესებთ პალესტინელების ბედი, მაგრამ ამის საჯაროდ თქმა კატასტროფა იყო მათთვის. კი, ნეთანიაჰუს სურს მშვიდობა, ამას მოაყოლა საუდელები არ ითხოვენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ. ლაშა უნდა შემოგვერთეს ახლა შაყულაშვილი და გავაგრძელოთ მასთან საუბარი. ახლა ადგილზე რა ხდება, იმიტომ რომ ისრაელიდან გვერთვება ლაშა და მოგვიყვება ნეთანიაჰუს ამ მოგზაურობას რა გამოხმაურება მოყვა, მით უმეტეს რომ ნეთანიაჰუ ჯერ ისევ შეერთებულ შტატებშია და იქ მართავს შეხვედრებს კონგრესში, სენატში და ყველა დონეზე აქვს მას მოლაპარაკებები და რა თქმა უნდა მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგზაურობაა და ალბათ გამარჯვებული და ბედნიერი ბრუნდება ახლა ეს ისრაელში. კი, აი ერთსაც დავამატებ მის კოალიციაში, ანუ ერთმა პარტიამ უკვე დატოვა მისი კოალიცია ბენ-გვირი ვახსენე ყველაზე რადიკალურმა და კიდე არის იმაზე ოდნავ ნაკლებად რადიკალური პარტია ბეცალელ სმოტრიჩი ასეთი ფინანსთა მინისტრი და ეს სმოტრიჩი ამბობდა რომ თუ მეორე ფაზას დათანხმება ამ შეთანხმების და ომს არ გააგრძელებს და ისევ ხამას ხელს მოუწევს, ჩვენ დავტოვებთ ამ კოალიციასო და ამ შემთხვევაში ნეთანიაჰუს დაეშლებოდა კოალიცია და სავარაუდოდ ახალი არჩევნები გახდებოდა საჭირო. მაგრამ ამ ვიზიტის შემდეგ, ამ ვიზიტით პრაქტიკულად ტრამპმა გადაარჩინა ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერა დროებით მაინც და მას მისცა გარანტია, რომ ამ იდეის გაჟღერებით, რომელიც ეს იდეები არის ის საოცნებო იდეები, რასაც ეს ყველაზე რადიკალები ოცნებობდნენ, მინიმუმ დრო მოიგო ნეთანიაჰუმ, რომ რაღაც პერიოდი კიდევ მისი კოალიცია არ დაიშლება და რაც თავად ეს შეთანხმება გაგრძელდება, რომელთაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაიბრუნებს ისრაელი, რომლებიც უკვე ერთ წელიწადზე მეტია ტყვეობაში არის. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი ლულაძეს და გიორგი მელაშვილს. ამ თემებზე ლაპარაკი ალბათ გაგრძელდება კიდევ დიდხანს, იმიტომ რომ მიუნხენის კონფერენციაც არის შემდეგ შაბათ კვირას, უკრაინის თემას ვამბობ, ისრაელიც ასე მარტივად ვერ მორჩება ვერც ღაზა, ეს იქნება მთავარი თემები ალბათ. ხო, რადგან მიუნხენი ვახსენეთ, ევროპასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორი იქნება. იყო რაღაცა ზოგადი განცხადებები, მაგრამ პროგრამული სიტყვა ძირითადი მთავარი მიმართულებების გაჟღერება ზუსტად ეს მოხდება მიუნხენში. აი ნახოთ. კი ბატონო, ალბათ JD Vance-იც ისაუბრებს ამაზე ტრამპის სახელით. მადლობა კიდევ ერთხელ და ლაშა შაყულაშვილი მზად არის ახლა რომ პასუხოს ჩვენ შეკითხვებს. ლაშა მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ლაშა დავიწყოთ ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის შეფასებით. ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი მეგობრები დიდი ხნის და ისინი მუდმივად გამოხატავდნენ სიმპათიას ერთმანეთის მიმართ და ალბათ თუ კი რამის მოსმენა გაეხარდებოდა ნეთანიაჰუს, სწორედ ის იყო, რაც თქვა ტრამპმა, რომ ღაზას დაეუფლებიან ამერიკელები, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გავიგოთ, ეს იყო სასურველის განცხადება მისი მხრიდან თუ რამდენ შეიძლება რეალისტური იყოს, იმიტომ რომ მაშინვე დაიწყო ხო ღაზაში
გამოსვლები ჩვენ არსად არ წავალთ და სტუდიაშიც ვლაპარაკობდით ახლა, რომ ამ ეტაპზე ეგვიპტესა და იორდანიის გარდა სხვა ქვეყნებიც მიიღებენ ღაზელებს. ის შენობები კი, რომლებიც ჯერ კიდევ დგას საბოლოოდ დაინგრევა, აცხადებდა ტრამპი. პალესტინის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ღაზას კონტროლი, როგორც ჩანს, ტრამპს სურს ღაზადან პალესტინელების გადასახლება, მუდმივად თუ არა რაღაც დროით მაინც. აი ეს რამდენ რეალისტურია, რომ ეს ხალხი აქედან წავიდეს და ვინ შეიძლება იყოს სურველი, რომ ახლა მიიღოს ეს დიდი ნაკადი ღაზადან გამოსული ხალხის. გისმენთ ლაშა. დიახ, ნათია, პირველ რიგში ერთი საინტერესო ფაქტი მინდა რომ გაგიზიაროთ. ისრაელში ამ ომთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება სენტიმენტების დონეზე ძალიან გავს იმას, რაც ამ წუთას ხდება საქართველოში. აი, საპროტესტო ტალღაში, რომ სრულიად რადიკალური შეხედულებების და ფასეულობების მქონე ადამიანები ერთად დგანან, იმიტომ რომ ყველასთვის ერთი თავარი ამოცანა არის ამ ქუჩაში დგომის თუ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, რაც უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ საქართველოს კონდეს დასავლური მომავალი და ჩვენ არ გვინდა რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება, ზუსტად იგივე სენტიმენტები არის ისრაელის საზოგადოებაში. ანუ შენ მემარჯვენე ხარ, მემარცხენე ხარ, კონსერვატორი ხარ თუ ასე შემდეგ, შენთვის თავარი არის ის, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით ცხოვრებას არ აპირება. შესაბამისად, ტრამპის არჩევის შემდეგ ისრაელის საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაერთიანდა, იმიტომ რომ აქ რა წამსაც ეს ადამიანი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თელ-ავივი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქალაქი ავსებული არის ტრამპის უზარმაზარი ბანერებით, სადაც განთავსებულია წარწერები, რომ დიდი მადლობა პრეზიდენტო, გეხვეწებით, აგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ, დაგვიცავით და ასე შემდეგ. ყველაზე მეტად ეიმედება ტრამპი და ტრამპი ჰააგის სასამართლოსაც კი დაუპირისპირდა, ესეც ხომ მოულოდნელი იყო სრულიად ნეთანიაჰუს გამო. დიახ, ტრამპის მიმართ ისრაელში აი საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად არის განწყობილი და ძალიან დიდი იმედით უყურებენ და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი არის ის, რომ ტრამპი ძალიან ხისტად უდგება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც შუა აღმოსავლეთში უკვე ძალიან დიდი ხანია რაც მუშაობენ და ამ ომის განმავლობაში ძალიან კაფიო დაჩვენეს თავიანთი არაეფექტურობა, უსუსურობა და საერთოდ ძალიან ბევრ შემთხვევაში პირიქით აღმოაჩინეს, რომ ჰამასის რიგებში იბრძოდნენ აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები. შესაბამისად, მისი ეს ხისტი განცხადებები ისრაელური საზოგადოებისთვის იყო ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი და მართლა გულზე მალაბოდ მოხვდა უამრავ ადამიანს. ამ 16 თვის განმავლობაში აქაურმა საზოგადოებამ იმდენად მიტოვებულად იგრძნო თავის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ აი ამ ღაზას მომავალზეც საუბარი ძალიან უიმედო იყო. იმიტომ რომ რეალურად ის თუ ვინ უნდა შემოსულიყო აი ამ სექტორში და ვის უნდა მიეხედა ამ ტერიტორიისათვის ძალიან ბუნდოვანი იყო. გუშინ განცხადება გააკეთა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაცმა, რომელმაც ძალიან პირდაპირ მიმართა სამ სახელმწიფოს, ეს არის ესპანეთის სამეფო, ნორვეგიის სამეფო და ირლანდია. ეს სამი სახელმწიფო არის, რომლებმაც აღიარეს პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ მიმართა სამივე სახელმწიფოს და უთხრა, რომ თუ ისინი მხარს უჭერენ პალესტინის სახელმწიფოებრიობას, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ აი ეს ნაწილი ადამიანების, პალესტინელების ღაზა სექტორიდან საკუთარ ქვეყნებში გადაიყვანონ დროებით, როგორც ამ შეთანხმებაში არის საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათგან მოვიდა ავტომატურად უარი, ეს ნაბიჯი საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ იყო შემთხვევითი და არა მხოლოდ იმის გამო მიმართეს, რომ მათ აღიარებული ქონდათ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მათ თავიანთი გადაწყვეტილება ოფიციალურად გაახმაურეს, ისრაელმა მათ მოსთხოვა, რომ თუ აპირებენ, რომ აღიარონ ის პალესტინის სახელმწიფოებრიობა, მაშინ საკუთარი საელჩოები აუცილებლად უნდა გადაიტანონ და გახსნან რამალაში. რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, იმიტომ რომ მათ თელ-ავივის დატოვება არ უნდათ და მხოლოდ სიტყვიერად უნდათ საკუთარი მხარდაჭერის დაფიქსირება. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთს უკვე მიმართა ისრაელმა და ამ სამი სახელმწიფოსაგან უარი არის იმაზე, რომ ადამიანები გადაიყვანონ და დღეს გამოქვეყნდა სტატისტიკა იმაზე, თუ ისრაელის მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ტრამპის განცხადებას. ლაშა, დავაზუსტებ უბრალოდ.
დავაზუსტებთ, რამალაში უნდა გადაეტანათ თელ-ავივიდან საელჩოები, ანუ იმას გულისხმობ, რომ ისრაელში, როდესაც გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გაქვს საელჩო ისრაელში და თუ კი პალესტინაში აღიარებ პალესტინას, რამალაში და რომელი საელჩოს გადატანაზე იყო საუბარი? აქ ორი დიპლომატიური უწყება, ორი დიპლომატიური მისია უნდა შეიქმნას მაშინ. რა თქმა უნდა, ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ თქვენ აქამდე ხო თელ-ავივიდან ფარავდნენ პალესტინის ავტონომიის იურისდიქციის ქვეშ არშებულ ტერიტორიებს და საუბარი იყო იმაზე, რომ თქვენ გადადით იქით და თელ-ავივიდან კი ნუფარავთ ამ ტერიტორიებს, ხო აღიარეთ მისი დამოუკიდებლობა და გადაიტანეთ თქვენი საელჩო და გქონდეთ იქიდან იმუშავეთ. ცალკე საელჩო გქონდეთ იქ. რა თქმა უნდა, დიახ, რაზეც უარი მოვიდა. ამიტომ ამ წუთას ისრაელის მოსახლეობის 73% და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის, მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას. თუმცა, რაზე ნერვიულობენ ახლა აქ ადგილობრივები? ტრამპის გადაწყვეტილებამ არავინ არ იცის, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს მძევლების დაბრუნების პროცესზე. აი, გიორგები საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და ზუსტად აი ამასთან დაკავშირებით არ არის კაფეო დამოკიდებულება, როგორ შეიძლება რომ ამ პროცესზე პირიქით დადებითად იმოქმედოს თუ ხელი შეუშალოს, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონში თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უამრავ გამოსვლას ვხედავთ, რომელიც რა თქმა უნდა ისრაელის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები და ამბობენ რომ რატომ უნდა წავიდეს აქედან ვინმე. თუმცა აი გიორგიმ ლოლაძემ ძალიან კარგად თქვა 5 წლიან პერიოდზე 5 წელი არაფერი არ არის. ისეთ დონეზე არის დანაღმული ღაზას სექტორი, რომ იქ 15 წელი თუ დასჭირდა ამ ყველაფრის აღმოჩენას და აი ამ ნაღმების განეიტრალებას ჩემთვის ესეც გასაკვირი იქნება. თვითონ ეს მხარე, რომელშიც აი საიდანაც მე თქვენ გერთვებით, იმდენად მცირე ტერიტორიაზე არის საუბარი, რომ თელ-ავივიდან თუ მოწმენდილი არიცა ღაზა სექტორი შეგიძლია რომ ჩვეულებრივად დაინახო შენი შეუიარაღებელი თვალით. ამიტომ მოსახლეობა ძალიან ნერვიულობს აი ამ დანაღმულ ტერიტორიაზე და თან რა ემატება ამ ყველაფერს. ყოველ კვირას, როდესაც ჰამასი ათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს, აწყობენ ჩვეულებრივ საცირკო წარმოდგენას, სადაც ეს ადამიანები ამოყავთ ქალაქის ცენტრში, ხელებს იქნევენ, იქ სერტიფიკატებს აძლევენ, ისრაელის ჯარისკაცების ფორმას აცვამენ და ისე უშვებენ ისრაელის ტერიტორიაზე. აი ეს კადრები იმდენად აქტიურად ვრცელდება რეგიონულ მედიაში, სადაც ჰამასი ერთი და ორი ადამიანი არ არის, 10,000-ობით ადამიანი ჩანს ამ ვიდეო კადრებში. და როდესაც ჩრდილოეთ ღაზას სექტორში დაბრუნდა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობა, ის ბანერები, რომლებიც იყო გამოკრული გზაზე, ჰამასის ბანერები, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით დავიხიეთ უკან, მაგრამ წინ კიდე ორ ნაბიჯს გადავდგამთ. ძალიან მწვავედ აღიქმება ამ რეგიონში. ამას ემატება რა, აი გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, ის თუ რამდენ ადამიანს ათავისუფლებენ ისრაელის ციხეებიდან აი ამ მძევლების სანაცვლოდ. დღეს მაგალითად 180-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს და ეს ადამიანები, რომლებიც ყოველკვირეულად იზრდებიან ისრაელის ციხეებში, სხედან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობისა და მკვლელობის ჩადენის ამ ცდელობის სასჯელით. შესაბამისად, ყოველკვირეულად იზრდება ციხიდან გარეთ გამოსული ტერორისტების რაოდენობა, რომლებსაც ისრაელთან მშვიდობა რა თქმა უნდა არ უნდათ და ამას ემატება ეგვიპტის ფაქტორი. აი აქ მინდა რომ ცოტა აქაური გადმოსახედიდან აგიხსნა. ჰამასის ვებგვერდზე ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია არის და სულელები და ფლოსტებიანები ნამდვილად არ არიან, როგორც მათ ბევრი ეძახის. ეს არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან ნიჭიერი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ზეპირად იცის ებრაელი ხალხის ხასიათი და იმიტომ ურტყავს ყოველთვის სწორ წერტილებში. მათ აქვთ წესდება, რომელიც ატვირთული არის ინტერნეტში და შეგიძლიათ წაიკითხოთ. იმ წესდებაში ერთი მუხლი არის იმაზე, რომ ისრაელი ვერასოდეს ვერ იარსებებს, გამორიცხულია, მეორე ის რომ უნდა მოკლან ყველა ებრაელი, რომ შემდეგ ამ ებრაელებმა ვერასოდეს ვერ აღადგინონ ისრაელის სახელმწიფო და მთელი ცალკე მუხლი ეხება ეგვიპტეს. ჰამასისათვის ეგვიპტე მის წესდებაში ისეთივე მტერია, როგორც ისრაელის სახელმწიფო და ისევე ემუქრება მას განადგურებით, როგორც ისრაელის ხალხს. შესაბამისად, გამორიცხულია ეგვიპტემ ვინმე გაიკაროს თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ ეგვიპტელებს უფრო ეშინიათ ჰამასის წევრების, ვიდრე მათი ეშინიათ ისრაელის სახელმწიფოში. შესაბამისად, აქ რეგიონში ამ ადამიანების გადანაწილება ძალიან რთული საკითხი არის და ამაზე მნიშვნელოვანი ამბავია, დიახ.
დიახ. და ერთი რაც მინდოდა საქართველოსთან დაკავშირებით მეხსენებინა, ჩვენ მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯო ვილსონი, ტრამპის გარემოცვაში, რომელიც ძალიან გვიჭერს მხარს ჩვენ ქართულ ხალხს და ჩვენ სახელმწიფოებრიობას. ჯო ვილსონი ძალიან გამეხარდება თუ ქართული მედია მის სხვა ერებთან დამოკიდებულებასაც კარგად გააშუქებს. ჯო ვილსონი სამ ერთან მუშაობს ძალიან აქტიურად და უჭერს მხარს. ქართველები, ირანელები და სირიელები. ჯო ვილსონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გავრცელდა კადრები სირიელების და მისი შეხვედრის, ემოციური საკმაოდ. ძალიან ემოციური კადრები იყო, მას ეს სამი ერი ძალიან უყვარს და მათ ძალიან გულშემატკივრობს. ჯო ვილსონი მის თითქმის ყველა ინტერვიუში ატარებს ყვითელ ესეთ სამკერდე ნიშანს. ჩვენ ეს სამკერდე ნიშნები ისრაელში თითქმის ყველას გვიკეთია. ეს ნიშნავს ღაზა სექტორში გატაცებული ძევლების მიმართ სოლიდარობას. შესაბამისად, ის რომ ჯო ვილსონი საქართველოს ესე სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს, ეს ყველაფერი ჯდება ისრაელის კონტექსტში. ძლიერი ისრაელი აუცილებლად უდრის ძლიერ საქართველოს და პირიქით. თვითონ აქაც ისრაელშიც, როდესაც თქვენ გადაცემებს უყურებთ, სადაც საუბარი არის რეგიონზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად აშუქებენ საქართველოსთან გადაღებულ კადრებს და ძალიან გულშემატკივრობენ. იმიტომ რომ აქ ერთი ტერმინს გაიგებთ ძალიან ხშირად, ახალი შუა აღმოსავლეთი, the new Middle East, ინგლისურადაც შეხვდებოდა სტატიებში. ამ ახალ შუა აღმოსავლეთის იდეაში და ოცნებაში საქართველოს გარეშე არც ერთი სცენარი არ განიხილება ისრაელში. ესე აქტიურად საქართველოს ისრაელურ მედიაში გაშუქება, როგორც ეხლა ხდება ტრამპის არჩევნის მერე, მე არასოდეს არ მახსოვს. და არ ვიცი, მე ძალიან იმედიანად უყურებ იმას, რომ შეიძლება ჩვენ დავაღწიოთ თავი ამ ირანულ და რუსულ გავლენებს და პირველ რიგში ირანელ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ საკუთარი თავი დაიხსნას ამ რეჟიმისაგან, შემდგომ პალესტინელ ხალხს და არ ვიცი მთელს რეგიონს. რადგან ირანს შევეხეთ, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მას ექნება თავისი პასუხი. და ვიცით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როდესაც ეკითხებიან სამი მთავარი პრობლემა ისრაელის და სამი მთავარი მტერი, ის ამბობს, რომ ნომერ პირველი ირანი, ნომერ მეორე ირანი, ნომერ მესამე ირანი. და ბოლო პერიოდში ირანის მიმართ ისრაელის პასუხზე რომ იყო ლაპარაკი, სწორედ ამ საარჩევნო პროცესებმა შეაჩერა და გააჩერა ისრაელი, მაშინ ამასაც განიხილავდნენ. როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზე ხა სპეკულაციურია, რა თქმა უნდა შეკითხვა, მაგრამ რამდენად განიხილავდნენ ირანის მიმართ, რა ტიპის ზომების მიღებაზე იქნებოდა ლაპარაკი, თორემ საუბარი რომ ამას არ გაექცეოდა, ესეც სრულიად ბუნებრივია. რა ნაბიჯებს შეიძლება ველოდოთ ტრამპისგანაც და მათ შორის ნეთანიაჰუსგანაც ირანის მისამართით? ნათია, დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო შემიძლია რომ გაგიზიაროთ. თვითონ ისრაელმა ძალიან შეცვალა თავისი კომუნიკაციის მიდგომა და სტილი ირანთან და ირანის ხალხთან მიმართებაში. თქვენ დარწმუნებული ვარ, რომ იცით, ისრაელში ცხოვრობს ძალიან დიდი არის სპარსულენოვანი თემი. ესენი არიან სპარსეთიდან გადმოსული ებრაელები. თვითონ ნეთანიაჰუმ არაერთი ინტერვიუ გაავრცელა, სადაც პირდაპირ მიმართავს ირანელ ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ ჩვენი მტრები არ ახართ, ჩვენ გვინდა თქვენთან თანაცხოვრება, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ასევე იბრძვით საკუთარი თავისუფლებისათვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურებული არის სპარსულენოვანი მედია ისრაელში და ის თუ როგორ აშუქებს ისრაელი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს სპარსულ ენაზე. ეს თემი თვითონ ძალიან აქტიურად არის ჩართული თვითონ ტრამპის გარემოცვაშიც. და არაერთი ტრამპის მხარდამჭერი, ამერიკელი სპარსელი, ჩვეულებრივი ირანელი, არაებრაელი, რამდენჯერმე იყო ჩამოსული ისრაელში ოფიციალური მისიით და აქ რეგიონში ირანთან მიმართებაში ისრაელი ცდილობს, რომ ამერიკასთან ერთად შექმნას ისეთი წარმოდგენა, რომ ისრაელსა და ირანელ ხალხს შორის უფრო მეტი კავშირი არის, ვიდრე აქამდე იყო. ესეთი სტილის სახალხო დიპლომატია მე მანამდე არ მახსოვს. ამიტომ ეს
ატომური იარაღთან დაკავშირებული საუბრები რეალურად რის გამოც ნეთანიაჰუ ტრამპთან ჩავიდა. მიზეზი ოფიციალური ხო ეს არის, რომ ატომური იარაღზე უნდა ესაუბრათ. თუმცა სანამ ის ჩავიდოდა ამერიკაში, მანამდე ნეთანიაჰუს მხრიდან ძალიან ბევრი ესეთი ინტერვიუ იყო, რომელშიც ის პირდაპირ მიმართავს ირანელ ხალხს. ამითი ცდილობს ისრაელი და ამერიკა ამ წუთას რეგიონში, რომ ირანის გავლენას დაარტყას და ირანს უთხრას, რომ იცი რა არის შენ ისეთი გავლენაც არ აქვს ამ რეგიონზე, როგორც ეს ყველაფერი შენ გგონია. მithumetes მოქმედი რეჟიმის მიმართ იქ უკმაყოფილება დიდია და იზრდება. დიახ, იზრდება. თქვენ ალბათ შეამჩნევთ, რომ ისრაელმა ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადო, თუნდაც ამ Netflix-ზე გაშვებული სერიალებით, სადაც თეირანის სერიალი, რომელიც გადის, ეს სერიალი ახალ სეზონებს იღებენ. ამიტომ თვითონ ისრაელელ ხალხსაც ეუბნებიან იმას, რომ ესენი ჩვენი მეგობრები არიან და ჩვენ ამათ დავბრუნდებით. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად დაიწყეს საფოსტო ბარათების ბეჭდვა ისრაელში, რომელზეც გამოსახული არის თეირანი თელ-ავივის პირდაპირ რეისის ფოტოები, როდესაც მაშინ ურთიერთობა ჰქონდათ ირანის შაჰის პერიოდში. და თვითონ ირანის შაჰის უფროსი ვაჟიშვილი რეზა, რომელიც ტახტის მემკვიდრედ ითვლება, არაერთხელ იყო ჩამოსული ისრაელში, მივიდა გოდების კედელთან და მოქმედი მართველი პარტიის ძალიან დიდი პარტნიორი არის ისრაელში. დიახ, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია და ყველა ელოდება რა გამოსავალს მოუძებნიან ირანს, ისე როგორც ტრამპი, ასევე ისრაელი. და ის განსაკუთრებული დაძაბულობა, რაც ბოლო პერიოდში იყო და შენელებულია. მე მინდა ისევ დაუბრუნდეთ ღაზას თემას და გადაწყვეტილებას, ასევე ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის ნაბიჯით ახლა ტრამპმა რო გადადგა და მოყვა უარყოფითი განცხადებები, ისე როგორც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, მოკლედ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბევრი უჭერდა მხარს არ ვიტყვი, მაგრამ ეს ის სასამართლოა, რომელმაც ცოტა ხნის წინ პუტინსაც გამოუტანა, ხო? მასეც გამოსცა ორდერი და საერთაშორისო სამართალს ერთგვარად არღვევს. ტრამპი გასაგებია, რას ამბობს ამით, რომ ჰამასის ლიდერი და ნეთანიაჰუ ერთ სიბრტყეში არ უნდა დადგეს. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყვეს? იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი, რომელიც არის დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი კარგი გამოსავალი, მათ შორის ქართველი ხალხისთვისაც, რუსეთთან უთანასწორო ომში, ხომ არ ზარალდება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით? დიახ. რეალურად, როდესაც დაიწყო 7 ოქტომბრის შემდგომ ისრაელში ძალიან დაეცა ნეთანიაჰუს მიმართ მხარდაჭერა, როდესაც გამოაქვეყნეს კითხვარები მედიამ, რომ გამოკითხვა ჩაატარა და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან მალე ისრაელში შეიცვალა ამ თემის მიმართ დამოკიდებულება და ითქვა, რომ სანამ არ დამთავრდება ომი, მანამდე ჩვენ იმის დრო არ აგვაქვს, რომ აქ ადამიანები ვასამართლოთ და ადამიანებს რაღაცა განაჩენი გამოუტანოთ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ნეთანიაჰუს მიმართ ისრაელში არ იყო უმრავლესობაში კარგი დამოკიდებულება, მას მაინც აძლევს საზოგადოება იმის უფლებას, რომ ერის სახელით ილაპარაკოს და მიიღოს მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში, თუნდაც ტრამპთან თუ ასე შემდეგ. როდესაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, იქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ფაქტორი. ამ პროცესის ინიციატორი იყო სამხრეთ აფრიკა და ის ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლოს არის პუტინის რეჟიმს თავი დავანებოთ და თulis რომ პუტინი არის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი მსოფლიოში და სრულიად მისაბაძი, იმდენად ბევრი ბუნდოვანება იყო ამ სამხრეთ აფრიკის არგუმენტაციაში, რომ მაშინვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ აქ სავარაუდოდ ვიღაც ისეთი დგას ამის უკან, ვინც ძალიან პირდაპირ ერჩის ისრაელის მომავალს. ამიტომ, როდესაც სინვარს და ჰამასის ტერორისტებს ერთ წინადადებაში ვხედავთ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად, იქ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ნეთანიაჰუს მიმართ მხარდაჭერა ისრაელში, იმიტომ რომ ჰააგის სასამართლოს მიმართ გაჩნდა ძალიან სერიოზული უნდობლობა და ძალიან სერიოზული ნეგატიური დამოკიდებულება. ამას დაემატა მხოლოდ ჰააგის სასამართლო არა, გუტიერეშის ამბავიც, გაეროს გენერალური დივანი ისრაელში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული და მას ამ ქვეყანაში შემოსვლის არანაირი საშუალება და უფლება არ აქვს მინიჭებული. ჩვენ ასევე უყურებთ იმას, რას აკეთებს ბოლო დღეებში ტრამპი
გაეროსთან მიმართებაში. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ჰაგის სასამართლოს გარდა ამერიკა და ტრამპის ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე ისრაელის სახელმწიფო ნარატივის მხარეს დგას და თუ ამ ნარატივს ეწინააღმდეგება ჰაგის სასამართლო, მაშინ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ჰაგის სასამართლოს აკრიტიკებენ და ეწინააღმდეგებიან და თუ ამ ყველაფერში მონაწილეობს გაერო ან წითელი ჯვარი, იქაც იგივე დამოკიდებულება აქვთ. აი ჩვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ რომ გაეროს ეს ქვედანაყოფი, რომელიც არის ღაზას სექტორში და რომელიც პასუხისმგებელი იყო სკოლების მართვაზე და სხვადასხვა დაწესებულებების შენახვა, რეაბილიტაცია, ხელფასების გადახდაზე, ტრამპმა მთლიანად შეუწყვიტა მას დაფინანსება. ამიტომ ძალიან საინტერესო არის ის, თუ რა გეგმას დადებს ტრამპის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვნახეთ რომ ჰაგის სასამართლოს ძალიან პირდაპირ აკრიტიკებს, გაეროს ძალიან პირდაპირ აკრიტიკებს და ზოგადად იუნესკოზეც ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს და ჯერ კიდე არ გადაუწყვეტია როგორ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. რაც შეეხება სანქციები დაუწესა, ხო? იმ ადამიანებს, ვინც ნეთანიაჰუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს. იგივენაირად აი ხა USAID-ის თემა ძალიან აქტუალური არის საქართველოში. USAID ძალიან აქტიურად მუშაობს შუა აღმოსავლეთშიც და აქ ისრაელში, რომელიც ძალიან პროამერიკული სახელმწიფო არის, ძალიან იმედიანად არის ყველა განწყობილი და შიდა ინფორმაციაც არსებობს, რომ USAID-ის საქმიანობა აუცილებლად გაგრძელდება. უბრალოდ მიდის იმის გადახედვა, სადმე ვინმე არასწორად ხوارღებულობდა აქედან მხარდაჭერას, იმიტომ რომ აი ამ გაეროს ანვრამ ისეთები გააკეთა აქ და ისეთი კადრები გაავრცელეს, რომ მას შემდეგ ძალიან სერიოზულად არის ისრაელში ნდობა შერყეული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ნუ ჰაგის სასამართლომ საერთოდ დაანგრია ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ნდობა, მაგრამ გაერო კიდევ უფრო მეტად დაზარალებული არის ამ წუთას აქ. გასაგებია. საინტერესოა ეს პროცესიც როგორ წარიმართება და რა თქმა უნდა USAID-ის თემა ჩვენ მე მინდოდა გვესაუბრა, მაგრამ გადაცემის ფორმატი და ქრონომეტრაჟი აღარ იძლევა ამის საშუალებას. ლაშა, დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო თქვენი საუბარი. ლაშა შაყულაშვილი ებრაისტი გვერდთვებოდა ისრაელიდან, სადაც უკვე ველოდებით განვითარებას რა თქმა უნდა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შორის მიღწეული გადაწყვეტილებების და რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი რეგიონზე ახლო აღმოსავლეთზე, სადაც მშვიდობის დამყარებას სურს დონალდ ტრამპს და ტრამპის პოლიტიკა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ ნატოს, ევროკავშირის მიმართ. ამ თემებზე უნდა გავაგრძელოთ ახლა საუბარი გეგა გალუბრიშვილთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ელჩი თურქეთსა და ნატოში შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. როგორც ვიცი, გეგა მზადაა უკვე. მოგესალმებით გეგა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნათია სალამი, მადლობა მოწვევისთვის. ვინაიდან დავასრულეთ საუბარი ახლა ჩვენ ლაშა შაყულაშვილთან და ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ტრამპის შეხვედრაზე საუბრობდით, რა გავლენას მოახდენს ეს ახლო აღმოსავლეთზე, არა მხოლოდ ღაზას სექტორზე, ირანზე, საუდის არაბეთი, ეს დიდი რეგიონია. თქვენი აზრი მაინტერესებს, პირველ რიგში რამდენად რეალისტურად ჟღერს ტრამპის ეს შეთავაზება, რომ ღაზადან გავიდეს, ღაზა გადაეცეს საბოლოო ჯამში შეერთებულ შტატებს. თუ ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე, ხა ჩვენ სტუმრებთანაც ვლაპარაკობდით, რომ ხის განცხადებებს აკეთებს, მერე ოდნავ უკან იხევს იმ პრინციპით, რომ მოითხოვს მაქსიმუმი, მიიღოს მინიმუმი. ესე გამოიყურება ეს ყველაფერი თუ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს? ხო, რეალისტურად ნაკლებად ჟღერს, არ მგონია ეს რეალობასთან ახლოს იყოს, თუმცა გეთანხმები ნაწილობრივ პრეზიდენტ ტრამპი არის ესეთი ტრანზაქციული ლიდერი არის, ხო? ანუ და ის ზოგადად თვლის, რომ მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის მოლაპარაკებები და ნუ ამ მოლაპარაკებებში, როგორც ჩვენ თქვი ნათია, შეიძლება რაღაც ესეთ მაქსიმუმ რაღაც ესეთ ძალიან არაკონვენციურ, როგორც ნათანიაჰუმ თქვა, ხო, თვითონ აი ძალიან არაკონვენციურ იდეას აჟღერებდე და ამის შემდგომ უკვე ცდილობდე შენი რეალური ამოცანების მიღწევას. ხო, ზოგადად ტრამპი ძალიან საინტერესო ლიდერია, პარადოქსული ლიდერია თვითონ რეგიონში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი არის ძალიან პოპულარული ისრაელში, ასევე ტრამპის გავლენა შუა აღმოსავლეთის და უშუალოდ არაბულ ქვეყნებზე გაცილებით უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე თუნდაც აი ნებისმიერი დემოკრატი პრეზიდენტის, ხო, თუნდაც ანუ ბაიდენის, ობამასიან სხვა დემოკრატი პრეზიდენტების, ხო, ანუ ტრამპს საკმაოდ ესეთი დიდი წონა აქვს რეგიონში. ხა რა არის ნათია ტრამპის რეალური, ჩემი აზრით რეალური ამოცანები რეგიონში, ხო? ანუ პირველი ეს არის ბუნებრივია ისრაელის უსაფრთხოება.
და იმისთვის რომ ისრაელის უსაფრთხოება იყოს მიღწეული ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობისას წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ანუ აი აბრაამ ეკორცასაც ეძახიან არაბულ ისრაელის და რაც რეგიონში ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლის, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებს და ასუსტებს ირანს. იმიტომ რომ ირანის დასუსტება არის პრეზიდენტ ტრამპის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ ნათია, რომ ალბათ უკანასკნელ წლებში ისეთი სუსტი ირანი, როგორც დღეს არის რეგიონში, არასოდეს არ ყოფილა და უშუალოდ სირიაში მომხდარი მოვლენები ბაშარ ალ-ასადის დაცემა, ხო, ანუ ან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა ამის ერთ-ერთი მაგალითი არის, იმიტომ რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი გეგა ხისტად კითხავთ, აი შეიძლება ეს ბირთვული პროგრამის დასრულებაზე იყოს ორიენტირებული თუ უფრო ხისტი ამბავი, აი რეჟიმ ჩეინჯამდეც მივიდეს ირანში? ესე იგი არ ვიცი ამ სპეკულაციები, ანუ არ მინდა რომ სპეკულაციური პასუხი გაგცე. ბირთვული იარაღის პროგრამის შეცვლება არის ერთ-ერთი ნომერ პირველი პრიორიტეტი. ანუ იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ბირთვული იარაღის პროგრამის დასრულება მოხდება ირანში, მაშინ ისრაელ-ირანს შორის ესეთი პირდაპირი საომარი მოქმედებების დაწყების რისკი საკმაოდ მაღალი არის, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი არის ოვალურ ოფისში, ხო და როდესაც პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუს აქვს პრაქტიკულად სრული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ ისრაელის დასუსტება და შეკავება ასევე არ დაშვება იმისა, რომ ისრაელმა შეძლოს ბირთვული პროგრამის დასრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ტრამპისთვის და აი მესამე ამოცანაზე გადავალ და მე შეგვიძლია უკვე სხვა თემებზეც ვისაუბროთ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ნავთობის ფასებზე კონტროლის ბეკეტის მოპოვება. ანუ შესაბამისად როგორც საუდის არაბეთზე, ისევე ემირატებზე, ან ყურის სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ოპეკის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან, მათი დათანხმება იმაზე, რომ მოხდეს მოპოვების გაზდა და შესაბამისად ნავთობის ფასების დაწევა მსოფლიო ბაზარზე. ანუ აი ამ ეტაპზე ეს არის ძირითადი, ჩემი აზრით ის ძირითადი ამოცანები, რაც პრეზიდენტ ტრამპს აქვს შუა აღმოსავლეთში, იმიტომ რომ დაუშვათ ნავთობის ფასის დაწევა პრეზიდენტ ტრამპს ასევე ეხმარება სხვა ამოცანების მიღწევაშიც. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი თემა, როდესაც ის გამოდიოდა დაოსში და ლაპარაკობდა იმაზე, რომ უკრაინის პრობლემა რომ მოვაგვაროთ, აუცილებელია ნავთობის ფასების დაგდება და ასევე საუდის არაბეთის პრინცსაც თხოვა, იქაც გამოჩნდა ეს მისი განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც თქვენ ახსენეთ, რომ 600,000 მილიარდის ნაცვლად 1 ტრილიონის ინვესტიცია განახორციელეთ ჩემს ქვეყანაში, როდესაც დაამრგვალეთ, რომ ურჩევდა თავის მეგობარს ასე მიმართავდა საუდის პრინცის. მაგრამ მოდით ახლა გადავიდეთ ტრამპისა და ნატოს ურთიერთობებზე, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს პირველი ვადა როცა ჰქონდა ტრამპს და ის მაშინვე დაიწყო მან იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები და მას აღარ უნდა ნატოს დამფინანსებელი იყოს და მთელი წილი გადადიოდა ამერიკაზე. ტრამპის ცნობილ სამიტზე, ნატოს სამიტს, ტრამპის სამიტი რომ დაარქვეს, მარკ რუტეს როლი მაშინ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის იყო ძალიან გამოკვეთილი. როდესაც ტრამპის მომთვინიერებელს ეძახდნენ მაშინ რუტეს და დღეს ახლა გენერალური მდივანია ის ნატოსი და პირდაპირ აცხადებს, რომ ან ჩვენ გავზრდით სამხედრო ხარჯებს, ან რუსული ენის სწავლა მოგვიწევს, იმიტომ რომ ახალი რეალობა გვაქვს, ერთი მხრივ რუსული საფრთხე და მეორე მხრივ შეერთებული შტატები. აი რა როლს ითამაშებს ტრამპი ევროპისთვის და ნატოს თვალსაზრისით თავდაცუნალიანობის გაზრდაში და რანაც სწრაფად მოახერხებს ევროპა გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე, როგორ წარმოგიდგენიათ? ნათია, ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქაში ვართ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ
პრაქტიკულად 10 წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საერთაშორისო სისტემის რღვევა ხდება და ამ რღვევის სათავეში ამ სისტემას არღოს თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ხო, ანუ ეს რაღაც ისეთი ძალიან ისეთი უნიკალური მდგომარეობა. თუმცა მოდი დავუბრუნდეთ ახლა შენ ლაპარაკობდი ნატოზე და ევროპის უსაფრთხოებაზე, ხო? ანუ ევროპის უსაფრთხოების რეალურად ორი ფუნდამენტური საკითხი არის დღეს, ხო? ანუ თვითონ ტრამპის გადმოსახედიდან. ორი მნიშვნელოვანი თემა არის დღეს ტრამპის გადმოსახედიდან. პირველი ეს არის ის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შესაბამისად თავის თავზე უნდა აიღონ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოება. ანუ არაერთი გამონათქვამია, შენც იცი, ახსენე მგონი შენ გადაცემაში, რომ დაუშვათ ჩვენ და დაუშვათ რუსეთს ყოფს ოკეანე, ეს არის გაცილებით ახლოს ევროპასთან და ევროპამ შესაბამისად გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს ამაში. ხა კი, ტრამპი ხშირად იმეორებს ამას. ამ მიდგომაში ახალი არაფერი არ არის, ამას ის რომ ევროპელებმა გაცილებით მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ და გაზარდონ თავდაცვის უნარიანობა და თავის თავზე აიღონ გარკვეულწილად და შეეხიდონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით ნატოში და მაგრამ ასევე ევროპული, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფორმირებაში. ამას ამერიკის პრაქტიკულად ყველა პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე. მე მახსოვს წლების წინ თუ არ ვცდები 2010 თუ 2011 წელი იყო, მაშინ ობამა იყო პრეზიდენტი, როდესაც გეიტსი ჩამოვიდა ნატოში როგორც თავდაცვის მდივანი და გეიტსის ერთ-ერთი ესეთი მაშინ ძალიან კაცრი სიტყვა ჰქონდა თავდაცვის მინისტერიალზე, როცა მან თავის კოლეგებს უთხრა, რომ მე რომ მიყურებთ, მე ვარ ახლა ბოლო ესეთი ცივი ომის ვეტერანი პოლიტიკოსიო და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უკვე აღარ ესმის, რატო უნდა აიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთლიანად თავის თავზე ევროპული უსაფრთხოების ვალდებულება. ამიტომ შესაბამისად ერთი საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპისთვის არის ის, რომ აიძულოს ევროპელები მეტი ფული დახარჯონ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბევრი პრეზიდენტი ამას ცდილობდა, მაინც ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა პრეზიდენტი ტრამპი. იმიტომ რომ პირველი პრეზიდენტობის მიწურულს უკვე მან მოახერხა, რომ ნატოს ბევრი სახელმწიფო ანუ GDP-სთან მიმართებაში თავდაცვის ბიუჯეტი 2%-ს დაუახლოვა. ხო და ანუ ეს გარკვეულწილად იყო მაშინ ტრამპის ზეწოლის შედეგი. თუმცა ჩვენთვის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი, ხო, ჩვენთვის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის დამყარება. დიახ. ეხლა ეს თემა, ხო, ანუ ეს ზოგადად წინა საარჩევნოთაც იწვევდა ბევრ სპეკულაციას, იმიტომ რომ რესპუბლიკურ პარტიაში არის ძალიან ძლიერი როგორც იზოლაციონისტური მოძრაობები, იყო საკმაოდ ისეთი რაღაცა მოსაზრებები, რომ ეს მთლიანად უნდა მომხდარიყო და უშუალოდ ამ პროცესიდან ჩამოშორება ამერიკის შეერთებული შტატების, იმიტომ რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამებოდა, ანუ ამ რაღაცა ამ დოზით ჩართულობა ამ კონფლიქტში, თუმცა უკანასკნელმა მოვლენებმა გვანახა, რომ მაინც გაცილებით უფრო სხვა მიდგომებმა გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს დღესდღეობით ტრამპის ადმინისტრაციაში. ხა რა არის ეს მიდგომა, ხო? ანუ ეს არის მშვიდობა დაძალების მეშვეობით. ხო, ძალის გამოყენებით, ანუ რაღაცა ზეწოლის მეშვეობით, უფრო სწორად რო ვთქვა ქართულად. ალბათ უფრო კარგი თარგმანია, დიახ. როგორც რუბიო დაუშვათ ისე ტრამპი, მაგრამ როგორც რუბიო ისევე კელოგი, რომელიც არის ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, ხო? მათ უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეს სამშვიდობო გეგმა, ეს მშვიდობა რაღაც ეტაპზე იქნება ისეთი, რომელიც არ იქნება, რომელშიც ვერ იქნება გათვალისწინებული ბოლომდე ვერც უკრაინის და ვერც რუსეთის ინტერესები. ანუ გარკვეულწილად უნდა მოხდეს გარკვეული დათმობები ორივე მხრიდან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის აქ და აი ეს არის პრინციპში ფუნდამენტური საკითხი უკრაინისთვის. აქ არის რა მექანიზმებით მოხდება
იცვლება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იმიტომ რომ გეგა ერთი წამით გაგაწყვეტინებთ ხოლოდ აი გუშინ მკითხულობდი მარშალის ფონდის კვლევა იყო რომ რა არის წითელი ხაზები ისინი წერდნენ რომ უკრაინის უსაფრთხოება აი ბუდაპეშტის მემორანდუმივით რომ არ გამოვიდეს 100,000-იანი ჯარისკაცების მოკლედ ჯარი უნდა ჩადგეს ევროპულ-ამერიკულიო უკრაინაში დიახ მშვიდობის ყოფილები 300,000-ის რუსული აქტივები რაც არის უნდა გადაეცეს აუცილებლად უკრაინას და რაც თავარია უახლესი დონის ამერიკული და ევროპული იარაღი უნდა ქონდეს უკრაინას. ეს შესაძლებელია და მიღწევადია ამ ეტაპზე? აი ამ არა ისევ ამ მიღწევადია თუ არა ვნახავთ იმიტომ რომ ეს პირველ რიგში ეს შემოთავაზებები ჩემი აზრით პირველ რიგში არ იქნება მისაღები რუსეთისათვის იმიტომ რომ მოდი აი თავიდან დავიწყებ ისევ ნათია და შევეცდები აი დანიშნულოვანი რაღაცა ცოტა დრო რჩება სამწუხაროდ და ეს რო გავითვალისწინოთ ძალიან მოკლედ შევეცდები რომ ჩამოვაყალიბო რეალურად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორი გზა არის ან ნატოშიც გაწევრიანება ან ან შეიარაღებული ძალების კონტინგენტის განთავსება. ნატოში გაწევრიანების საკითხზე სამწუხაროდ დღეს კონსენსუსი არ არის და არც ტრამპის ადმინისტრაცია უდგება ამ თემას რაღაცა ესე პოზიტიურად არ არის მის დღის წესრიგში ეს თემა. შესაბამისად ტრამპის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე იმისთვის რომ მოხდეს მშვიდობის გარკვეულწილად მშვიდობის შენარჩუნება კარგად ესმის რომ საჭირო არის დემილიტარიზებული ხაზის ან ზონის ჩამოყალიბება, რომლის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფენ ევროპელი მოკავშირეები. ამასთანავე უნდა მოხდეს უკრაინის შეიარაღების გაძლიერება იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს აი ამ მშვიდობის ყოფილების ან ევროპელი მოკავშირეებთან ერთად რუსული აგრესიის რისკების შეკავება. ეს ყველაფერი და ამაზე საინტერესო განცხადება ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს უკრაინაში ჰერბსტ, რომელმაც თქვა, რომ ამაზე გარკვეულწილად სასაუბროდ ზელენსკიმ აჩვენა ღიაობა, რაც იყო სწორი ნაბიჯი, რომ აი ამ თემებზე ზელენსკი მზად არის სასაუბროდ, თუმცა პირველ რიგში ვინც ამაზე არ არის მზად სასაუბროდ, ეს არის და ვისთვისაც ეს არის პრაქტიკულად კატასტროფული შედეგი, ეს არის პრეზიდენტი პუტინი. შესაბამისად თუ იმ შემთხვევაში თუ აი ამ რაღაცა პარამეტრებში არ მოხდება სამშვიდობო გეგმის შედგენა ან შეთანხმება ამაზე, ხო? მაშინ რესპუბლიკური ადმინისტრაცია გამოირჩევა უფრო დიდი სიხისტით, ვიდრე დემოკრატიული ადმინისტრაციები ხოლმე და მაშინ როგორც კელოგმა, ისევე რუბიომ და ასევე ტრამპაც, პრეზიდენტმა ტრამპაც თქვეს, რომ ისინი მზად გააძლიერონ ზეწოლა და სანქციები რუსეთზე, ისევე როგორც ჩვენ თქვი, 300 მილიარდიანი დაყადაღებული აქტივების უკრაინასთვის გადაცემის პროცესი დაიწყო. ასე რომ აი დაახლოებით აი ესეთ მოცემულობაში ვარ დღეს. კი ბატონო, და აი ნახოთ ამ შეკითხვებს გარკვეულწილად სპეკულაციებს პასუხი ნაწილობრივ ალბათ მაინც გაიცემა მომავალ კვირას. ერთის მხრივ მიუნხენის კონფერენცია, მეორეს მხრივ ზელენსკი ტრამპის შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონშია დაგეგმილი და ალბათ კონკრეტული გეგმებით და წინადადებებით შეხვდებიან მხარეები ერთმანეთს. დიდი მადლობა გეგამ გალობლიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერი და ყოფილი ელჩი ნატოსა და თურქეთში პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. საინტერესოა მართლაც რა სთავაზობს მსოფლიოს ტრამპი და ტრამპის ირგვლივ ვიტრიალებთ ალბათ უახლოესი თვეების და წლების გარშემო, იმიტომ რომ ტრამპმა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკუთარი დღის წესრიგს სთავაზობს ყველა ქვეყანას, მოკავშირეებსაც, კონკურენტებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, მაგრამ ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა გასაღებს მოიფიქრებს ის უკრაინის ომის დასასრულისთვის. ასეთი იყო მთავარი მსოფლიოში დღეს, მე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.